ჩვენი შოუს სტუმარი კი არის დიზაინერთა დიზაინერი ავთანდილი. ვაიმე რა კარგად გამოიგო. რა ფორმაშია შეხედე. არა ნახე რა კრასავეც მუშინა რა გაცია ავთანდილი გაცია კი და პატენტი არა ნამდვილი ჯერ არა ორიგინალ ავთანდილის მაგრეთ ავთანდოლები იყიდება იქეთ რამდენიც გინდა ავთანდოლები როგორ ახარ მაგრამ მე მგონი მოდი ტრადიციული კომპლიმენტი უთხრა თუ უთხარით უკვე ყოველთვის არა ვამპირივით ყოველთვის კარგად გამოიყურებ არა აქვს რომელ შოუშია დილა რომელ წელს დამპატიჟებს რომელ წელს ვამპირივით ქრონიკულად ტრადიციულად ყოველთვის კარგად გამოიყურებ ძალიან კარგად გამოიყურები და იცი რა არის შენ ჩვენ პირველ ბლოგს ესწრებოდი და რაღა დასამალია და იცი რა მაინტერესებს აი ყველაზე უცნაური შეკვეთა რა მიგიღია დღემდე მახსოვს ახლა უცებ გამახსენდა ანუ დედაშვილი იყო ჩამოსული ანუ შვილი გოგო აჰა ну დედა თავისებურად ქალი ну მოვიდნენ მანამდე კაბა შეუკვეთეს შემდეგ შარვალი შეუკვეთეს და ну მოკლედ ამ შარვალთან უნდა ეხა ზედა ამ მე ესე ვიცი ყოველ შემთხვევაში ხო და მოკლედო ჩემ შვილსო უნდა შეუკეროთო ტანგო რა ტანგო ხო და ეს რა უკაცრავად მეთქი ანუ მე არ ანუ აი ესე რომ მოდისო და აი აქო ტანგოთი რომ თავდება აი ამ შარვალთან საყვარელი მაშინ კონსტრუქტორს ძალიან შეეშინდა ტანგო კი არა და რა მოჭრა არ ვიცი ხა და აი პრიმერკაზე ვნახოთო რა მიიღო და ну ამოუტანეთ ეხა ეს შარვალი თავისი ტანგო ხო და ვისაუბრ რა ქვია ну გაგაპრიმერტებ კეთ მეთქი რა, ну, ქალბატონი თქო რა და. ну, აი, აცვია ესეთი დიდი ჟარვალი აგამდე და შიდა ტანგო აი აგამდე და აი ეს ქალი უყურებს ესე. გამოდი აქეთო მიშულსე გამოვიდა. დაატრია. ეს არის ტანგო? აი ეს ტანგო. ეს რა აი ხო ყველაზე უცნაური რამ თუ კი შემიკერია შემდეგ ნუ ამოვჭერით ერთი 8 პრიმერკა გაუკეთეთ ამას. ტანგო ხوارი გულის ტერმინი არის. არა, მისი ტერმინი იყო. თქვენც რა ოხრები ხართ რომ უნდა და ტანგო და რა პრობლემაა ის? მოგანდის ტანგო იქნება. ნუ მაშინ 2000 წლების დასაწყისი იყო და ყველაფერს ყველაფერზე ყველაფერს კი ფოტოებზეც ვიმეორებდით რა. ისე რა არის. მოდით ამამად ეს უთხრათ ამ ადამიანს რომ ესე წარმოადგინეთ დიზაინერთა დიზაინერი, მაგრამ რეალურად მისი ტიტული უნდა თქვა საქართველოს და ევროპის დონის დიზაინერი. რაცა მოჭიდავეზე მე ევროპის ჩემპიონი. ეს ხაზგასასმელი ამბავია, მაგრამ იცი რას გეტყვი? აი, ჭეშმარიტად ევროპული დიზაინერი, აი ევროპაში უკვე ევროპა დამყრობილი დიზაინერი, როდის იქნები, იცი? მე ასე ვფიქრობ. როდესაც საქართველოში მეორადის სოფლიოს უნდას, როდესაც მეორადის ფუთები ჩამოვა და იქ ავთანდილი ამოვა, ხო? და ძვირად გაიყიდა. საწყალმა რო ჯამებით იყო და კარიერა რო დაიწყო და მარტო ავთანდილები. ისეთი ის ექსპერტი ხო? ეს ახალ ჩამოსული მაშინ შოუ-ბიზნეს არის ეს პირველი მოდელია მაკედან. ნახეთ რა ფაქტურა აქვს. ეს სიშვდილო რა მოდელია? აი ველი თბილისიდან რო წავიდა, მილანში ჩავიდა და იქედან უკან ჩამოვიდა და ნუ და მაშინ მიხვდა კაი ნაჭერი რა. მე ვიცი ნაჭერია. კარგი. მე დრო რა დავიდეთ. მზად ხარავთო ვითამაშოთ სახალისო თამაში. ვითამაშოთ. არსად არ გადართოთ ძალიან მალე დაგიბრუნდებით. მაშასე ამ თამაშს მეგობრებო ქვია სახელად შინაგანი ხმა. რაში მდგომარეობს ახლა ვითარება? მე გახლავართ ვიგინდარა დიზაინერი, რომელმაც ავთანდილს მოპარა თავის კოლექცია. ავთანდილს რა თქმა უნდა არ მოეწონა ეს ყველაფერი და ამომიყვანა ავტორიტეტთან, ილოსთან. შინაგანი ხმა, ავთოს შინაგანი ხმა იქნება ნიკა გრიგოლია, რომელიც ლიდერბეთის ოთახშია და მიკროფონის საშუალებით და ყურის საშუალებით ეუბნება ტექსტებს, რომელიც უნდა გვითხრა ჩვენ. გასაგებად ახსენი? მოკლედ, მარტივად შენი შინაგანი ხმა არის ნიკა გრიგოლია, რომლის მოწოდებაც ეგაა ცხოვრებაში, რომ სხვისი შინაგანი ხმა იყოს ეგ. გავიგე. რასაც ის გეტყვის შენ ის უნდა გაიმეორო. გავიგე. მზად ვართ? მზად ვარ. მიესალმე ორივეს და უთხარი რომ ჩემი დიზაინერული სალამი ძმებო. ჩემი დიზაინერული სალამი ძმებო. დააროვობ რა. ვანიკოს უთხარი რომ აი ეს არის ძმო ვისთანაც ამოგიყვანი საქმის გადასაწყვეტად. აი ეს არის შემოდგომა ზამთარსკი.
რა ხდება ბიჭის? სადა მომიყვანე, რა ხდება, რაშია ეს? სადა შემოდგომა ზამთარსკისგან. ოკეი, გავაგზავნე. ამოგიყვანე ძმაო. სალამი, მოგესალმები, ჩორნა არმანი, ძმაო. გაუმარჯოს ბრატსი. ამა როგორ მოგპარა ბიჭო კოლექცია შენ? უპასუხე რომ რა მომპარა ბიჭო, ყველაფერს ვანანებ, მაგ არაკაც, მაგას. უთხარი? რა მომპარა ბიჭო, ყველაფერს ვანანებ რა მაგარაკაც. მაგან არის ის როგორი შებერტყილი ოზურგეთელი ვარ ბიჭო. მაგან არის ის როგორი შებერტყილი ოზურგეთელი ვარ ბიჭო. აი კაცო, ახლა ვიცნობთ ყველა ჩვენ ოზურგეთსკის, ეხა აფთანდილს როგორ მე კი არა მთელი ევროპა და მსოფლიო იცნობ. დაწყნარდის შენ და გააგზილეთ რა ხდება მოყევი. უთხარი, რა ხდება და მოიპარეს ჩემი კოლექცია, აი ხმით უთხარი. რა ხდება და მოიპარეს ჩემი კოლექცია. წაიღო. წაიყვანა ჩემი ჭრელა. წაიყვანა ჩემი ჭრელა. რა გიქნეს ავთანდილ? კაი, დაწყნარდი ეხა აფთანდილ და მე მაგ ჩამწრელი შეკითხვაც, მას შეთვის რომ გავიგოთ ვინ ახარ. აი თქვათ, იწვის დოლჩე და გაბანა. რომელს გადაარჩენ, დოლჩეს თუ გაბანას? დიზაინერები არ იწვევიან ძმაო. ეკითხები, ბრატიშკა. რომელს გადაარჩენ, დოლჩეს თუ გაბანას? იწვის ორივე. დიზაინერები არ იწვევიან. აი არის კითხვა. არია შექმნება. პასუხა. ყველა დიზაინერი აი ესე უნდა პასუხობდეს. ჩემი აზრით ვინ ჩემთან მო. აი ეს. ეხლა ვანიკოს უთხარი ეხლა რომ ჩემთან ჭიდაობას არ გირჩევ ბიჭო, ვინც მე დამეჯახა. ეხლა ლილოში დგას. უთხარი. ვინც მე ბიჭო არ გირჩევ რა, ვინც მე არ გირჩევ რა ჩემთან ჭიდაობას, ვინც მე დამეჯახა, ყველა ეხა ლილოში დგას. ართას გეუნება. შენ კიდე რას გეტყვი, ში? ერთ რამეს გეტყვი, რა ამის მერე? ასჯერ გასწომე და ერთხელ გაჭერი. არიჩი მე არაფერი არ მომიპარავს რა და რა ვქნა ახლა როგორ დაგეჯეროთ კოკო შანელი დავიგინო თუ რა ვქნა რომ დაიჯეროთ. რა მოხდა მე? უთხარი, მაგ ამ ჩემისამ გაჭრა და შეკერვა რო იცოდეს, მე კი არ მომპარავდა კოლექციას. ამ ჩემისამ. ამ ჩემისამ ჭრა და კერვა რო იცოდეს, მე კი არ მომპარავდა კოლექციას. მაგის მართალია ისე. შენ თუ გაქვს სხვა სათქმელი? მე არაფერი სათქმელი არ მაქვს, მე არ მომიპარავს. აი დავუშვათ მომიპარე რა ამერე. რადა 9-თაობა ტიტლიკანები ირბენთ ბიჭო. რადა 9-თაობა ტიტლიკანები ირბენთ ბიჭო. შე მაგარი რამე გიტყვს გეუნება ეხა მაგი. სიტყვა პასუხი არ ეშლება. უთხარი რომ აი ხა ძმა უყურებს დაგაჭრი და უფრო ლამაზად მიგაკერებ. აი ხა ძმაო. ყურებს დაგაჭრი და უფრო ლამაზად მიგაკერებ რა. კაი, აი დავუშვათ დავავაზურატე. მერე? მერე დაჯექი და კერე. ესეც ჰიუმორი. მერე დაჯექი და კერე. აი ესეც იუმორი. ახლა წაიმღერე. Fashion Week 2020. ვი აცი რამე ავთოი. Fashion Week 2020. პამ პამ პარა პამ პამ პარა პამ პამ პამ. ეს მონაწილეობდა შესანიშნავი დიზაინერი ამ სკეჩში ავთანდილ სკუტენიძე. რაღაც თქმა უნდა ჩვენი შესანიშნავი ნიკა გრიგოლია და რაღაც თქმა უნდა ვანიკო თარხნიშვილი. ეს შემიძლია ასოც. არცად არ გადაართოთ რა თქმა უნდა ჩვენ კიდევ ერთი თამაშით დაგიბრუნდებით. როგორც ხედავთ ჩვენ ვიმყოფებით ახლა ლიდერბეთის ოთახში და გთავაზობთ შემდეგ თამაშს სახელწოდებით რომანტიული დუელი. ჩვენ დავიყოფით ორ ჯგუფად, რაღაცნაირად კიშყას. დავიყოფით ორ ჯგუფად და ავტეხავთ ამბავს. ესე იგი
ჩვენ დავიყოფით ორ ჯგუფად და პრინციპი არის ესეთი, მე და ნიკა ვიქნებით ერთ გუნდში, ალთო და ილო იქნებიან მეორე გუნდში და გუნდის წევრები შეხვდებიან აი ამ ადგილას ერთმანეთს, უნდა უყუროთ თვალებში და მთავარი პრინციპი არ უნდა გაგეღიმოს. ვისაც გაეღიმება, ის წაგებულია. ხო. მე მგონი გასაგებია? კი. დავიწყოთ? იშვიათად საქართველოს ყველაფერი გასაგები იყოს და. თქვენ იქით ხარეს გადაბრძანდით, თუ შეიძლება ჩვენ აქეთ აბა და ტაში გვინდა ერთი? ათომ და ნიკომ დაიკავეთ ცენტრში ადგილი და ჩააშტერდით თვალებში ერთმანეთს. რა ხდება ნიჩი ჩაითვალო თანაბრად ჩაითვალო თანაბარი იყოს თანაბარი მოდი თანაბარი იყოს პირველი იმიტომ რომ მოკლედ ჩვენმა სცენარისტებმა მოგვიზადეს ეს რაღაც მუსიკა და არ ვიცოდით არ ვიცი რა მუსიკა იქნება აი ამას თუ იპოვნიდით არ მეგონა ამას ეს ადმოძებნეთ არ ვიცოდი კარგი ეხლა ცოტა ახლოს უნდა იდგეთ ძალიან შორს იდექით აი მოდი ახლოს ვანიკო არ გაგეღიმოს ვანიკო არ გაგეღიმოს თანაბარი აბა აი ეს ნუმაცინებ წინასწარ cinema ilos ალექსი უნდა მიყურო ბიჭო გიგიმის რაღაც ფულა ჩვენია ბიჭო მე მგონი საერთოდ მუსიკის გარეშე ძალიან მუსიკის გარეშე ეხლა ვის გარეშე ძალიან ეხლა მე დავთო კარგი შენ და ჩვენ გუნდს როგორ ხდება ერთი ქულა გვაქვს ერთი ქულა გვაქვს ერთი ნახევრით ერთია კარგი ვანიკო აბა შენ იცი ფსონს შენზე ვაკეთებთ ვანიკო არა და რა სერიოზულად დავით მოდი ილო და ნიკა ახლოს ძალიან ახლოს უნდა ერთმანეთს და თვალები არ არიდოთ რაღაც ტუშზე მოგადა ეგ გიგილი ითვლება თან ილო როგორ შეკავს თვალებს რო ეკით მია ხუჭავს ყველა და ეს ტიპო რო არ გამეცინა ნელია რა აი ვისი ჯერია მე დავთო ხო შენ დავთო გადავდგით ნაბიჯი დუელანტებო გონია რომ აი მგონია რომ ერთხელ თუ გადალახე აი რაღაცა არის რა ერთხელ თუ გადალახე ავთანდის სტილობა ნახე როგორ ეს შემართები რაზე გამეცინა იცი რაზე გამეცინა აი ხო უყურებდი თავი ხო ბოლომდე შეიკავა და სადღაც აი სა რო აუხან აი ამას რო იკავებდა და ეს რა მე მომწონს თამაში და ერთი სული მაქვს რომ დავიწყო მუსიკაზე არის ფიქრო მთავარია ხო კლუბის დაცვასავით ნუ მიყურებ ხოლმე თორე კიდევ უფრო ვიცი ჩემი უპირატესობაა არა ის საოცარ სახეს იღებს ვანიკო
ისეთ დროს მეცინება ყველას რომ სუფრე გამოდი რა უყოს ახლა არა ძალიან კაი გეხვეწები რა ხო გავ კიდე მუსიკაში გავუშვით რა ძალიან კაი მზად ხარ ავთო თედო გვაყარებთ ერთმანეთს ხო ჩარჩაბება თამაში ჩემი ცხოვრება გაიყო ორ ნაწილად ამ თამაშამდე და ამ თამაშის მერე ოკეი იტებო იცოდეთ რომ ამ ნებისმიერი ამ სიმღერის მოსმენის შემდეგ პირველი რაც გამახსენდება ეს თქვენი თვალები ვანიკო ჩემზე იფიქრე ბაქვს კიდე გაუშვათ რა მოდი რა ვქნათ 4-ეული ხوار გავაკეთოთ პირდაპირ მოდი 4 ერთად ხო რა ეხ ხო ვიცინეთ მოდი აბა აი ბოლომდე ვინ ვანიკო საოცარ სახელი ისასაუს აი სოფლიო ჩემპიონატი რო ჩატარდება სოფლიო ჩემპიონატი რო ჩატარდება ამ თამაში ვანიკოს უშვებს კი ყველა კაი ბოლო მომენტში გამოგხედავ კაი აი Sanki kötü sonu hiç hikaye yokmuş gibi sonumuzun iyi biteceğini varsaydım yalandı Acımasızsın, isyankarsın, vefasız გამარჯვებულები არიან ავთო და ილო არა კლავაც მოგიწოდეთ რომ არსად არ გადართოთ კიდევ გელოდებათ კარგი თამაში ამ თამაშს მეგობრებო ქვია შეუსრულებელი მისია. რაში მდგომარეობს? აქაც უნდა გავიყოთ ჩვენ ორ გუნდად, მე და ილო ვიქნებით ამ შემთხვევაში და ავთო და ნიკა იქნებიან. გუნდის ერთი წევრი პირველ შემთხვევაში ილო გაიკეთებს ამ სათვალეს, რომლიდანაც არაფერი არ ჩანს და მან ჩემი დახმარებით, სიტყვიერი დახმარებით უნდა გადავალხოს აი ეს წინაღობა. თამაშის პრინციპი არის ესა და ეს. შემდეგ კი ავთოს მოუწევს წინააღმდეგობის გადალახვა. მზად ვართ? მზად ვართ. აპლოდისმენტები. ილო დაიკავე, მოდი. აი საკამდე მივიდეო. მოდი მე მიგიყვან კაცო, მე. აჰა, შენ მიგიყვან. აჰა, აი ესე დადექი. მოდი ერთი წრე დატრიალდეს, კიდე რომ უფრო აერიოს. ესე დაატრიალდეს. ისე ნუ გააკეთეთ, თქო, რომ ისე ნუ გააკეთეთ, რომ შემდეგ შოუში ორი. ჩანს რამე? არაფერი არ ჩანს. არაფერი არ ჩანს. არ ჩანს. მზად ვართ? არა. არ დამამტრიოთ რა. აჰა, შენ დაიკავე თუ გინდა შენი პოზიცია და ჩვენ აქ ვიქნებით. აჰა. ილო. იყურებთ. ხო. ხო მზად ხარ? კი. დაიწყე ნელისულა. დრო დაინიშნეთ. ნელისულა, მიდი. გაჩერდი. ერთი პატარა ნაბიჯი გადადგი კიდე. პატარა, ჯერ არა, პატარა. всё, გაჩერდი. ჩაიკუზე, ჩაიკუზე. არა, პირველი არ ითვლება. ჩაიკუზე ბოლომდე კიდე. ერთი შეხება გააკეთეთ, გაჩერდით. ერთი შეცდომა გააქვს. და გასწორდი, ასე, ყოჩა, საარო. Yes. მოდი ნახევარი ნაბიჯი გამოვაჩოჩე კიდე წინ. ნახევარი და აწიე ფეხი. თოკია ქვედა ისე. აი ეგრე, მიდი. წინ წამოწია. გადმოსული ხარ. ეხა მეორეც უკან აწიე კარგად. ესე ყოჩა და ეხა ჩაიკუზე ისე. მაინც ბავშვობაში რეზინობან არ ამდეს. გეტყობა. გამოჩოჩდი ეგ მაგ პოზიციაშივე ობობასავით. გამოჩოჩდი. აი ეხლა ადექი. და ზურგით შეეხება. ზურგით არ ადექი. აი ხელის შეხება არ შეიძლება. მიდი ადექი. აპ ცოტა აქეთ ჩემსკენ. ამას გამოყევე აი. გასწორდი. გაია. გასწორდი. ცოტა გადარჩა ილო. მოდი ნახევარი ნაბიჯი ისევ გამოაცურე. აწიე ხა ფეხი. და გადმოდგი. და კიდე მეორეც. დადგი. ერთი შეხება გაქვს. ერთი შეხება. ერთი საჯარიმო ქულა გაქვს. ეგ თავაზობთ რომ ოლიმპიურ სახეობად შემოვიტანოთ ეს სპორტი, იმიტომ რომ ძალიან კარგია. აჰა. გეწონა რა. გავედით. ოლიმპიურ სახეობად შემოვიტანოთ. ვიგებთ. აი მოირგე სათვალე. მე ვარ შენი თვალებით. და მოკლედ მისმენ ყურადღებით. მოირგე, კარგად ხარ, ხო არ ჩანს რამე? არა. არაფერი, მშვენიერი, ძალიან კარგი.
მე ხილად. აბა, როდესაც გეტყვი დაიწყე მოძრაობა. წამოდი, 1 2 ნაბიჯი გადმოდგი, ოღონდ გრძელი ნაბიჯები არა. 1 2 გაჩერდი. აი ხა დაიხარე. აი ხო გახსოვს ის? არა, ეგრე არ დაიხარო. ისე დაიხარე, რომ ტანი, აი ვერტიკალურად გქონდეს, აი ესე ჩაჯეკი. არ სახი წინ არ გადმოიხარო, აი პირდაპირ წინ თოკია. აი ფეხი არა წიო, ჩაჯეკი, პირდაპირ როგორც ხარ, აი ესე. ესე კარგია, დაიხარე. გამოძვერი, გადმოდი, ფეხი გადმოდი, მანდ არ არის. თოკი აი ეგრე, მეორეც მანდვე, გაიმართე, ოღონდ ნელა, კარგია. Yes, მოიცა. ახლა აწიე ფეხი. აწიე ფეხი, კონდეს აერში, მეორეც აწიე. არა, მეორე არ აწიე. აწიე ფეხი და გადმოდი. რომელიც გინდა, არ ვიცი, წინ არის თოკი. აწია ფეხი. აწიე, გადმოდი წინ და გაჩერდი. აი ესე გაჩერდი. აი ეს ფეხი უკან კონდეს და დაიხარე. არა, მუხლი არა, ქვემოთ თოქს არ დაადო. წელში მოიხარე, აი ესე, კარგია, კიდე გადმოიხარე და ეხლა გადმოწიე უკანა ფეხი. ნელა არისო ნუ გვიშლი ხელ. მეორე ფეხი, აი ესე, კარგია. არ გაიმართო და მოდი ორი თოკი მოვიგოთ ერთად. არ გაიმართო და ეგრევე გადმოწიე მარჯვენა ფეხი წინ. მაღლა აწიე, კიდე უფრო მაღლა აწიე, მაღლა, კარგად აწიე. აი ესე, გადმოდი წინ. გაჩერდი. კარგი ხარ. ეხლა უკანა ფეხი ისე უნდა გადმოწიო, რომ არც ზემოთ მიედო და არც ქვემოთ მიედო. აბა, ესე იგი როგორ? ანუ ორი თოქში ხარ ეხლა, უკვე ერთი ფეხებშუა და ერთი ზურგთან. არ გაიმართო, მთავარია წელში. ოდნავ არ აიწევს. გადმოწიე, აი ესე კარგია, აი ესე გაჩერდი. ეხლა გაიმართე და ეგ არის! ნახე როგორ გამოიარე უშეცო! არც ერთი არც ერთ თოქს არ შეხები. ასე რომ მეგობრებო, ჩვენი დღევანდელი გამარჯვებული გახლავთ ავთანდილი! ჩვენი ძალიან მაგარი სტუმარი. მადლობა დიდ. ავთო ეს ჩვენი სპონსორისგან გემრიელობები შენ, ასევე ლიდერ კარდი, ლიდერ ბეთისგან, რომელზეც დარიცხული არის 500 ლარი, ესეც შენ. და დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ძალიან მაგარი სტუმარი ხარ ყოველთვის. გაგვიხარდება შენი სტუმარი. ძალიან მიყვარხარ. ძალიან მაგარი სტუმარია ავთანდილი.